მე გახლავართ ლეი შანიძე, ლაბორატორიული მედიცინის წარმომადგენელი, ვარ სამედიცინო უნივერსიტეტის ლაბორატორიული მიმართულების ასისტენტ პროფესორი, ვარ ევროპის კლინიკური ქიმიის და ლაბორატორიული მედიცინის აკადემიის წევრი, მუშაობ ჟვანიას საუნივერსიტეტო კლინიკის ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევის სამსახურის უფროსად და ასევე ქართულ-ავსტრიული კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის თანადამფუძნებელი ვარ და ასევე დაახლოებით უკვე 35 წელიწადია მუშაობ მამაკაცის ფერtilობის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაზე. ეს თემა ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია, დიდი ხანია ვმუშაობ და ამიტომ ყველაფერი რაც ამ თემას ეხება ძალიან მაინტერესებს. მით უმეტეს რომ დღეს სიტუაცია ისეთია რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს რომ ყოველი მე-6 წყვილი არის უშვილო და ამ უშვილო წყვილებს შორის მიზეზი ეს არის მამაკაცის პრობლემები სპერმაში. და პრაქტიკულადაც ვხედავთ, როგორ შემცირებული აქვს სპერმატოზოიდების რაოდენობა, ან დაქვეითებული აქვს სპერმის მოძრაობა, ძალიან გახშირებულია ასპერმიები, აზოსპერმიები, რომლებიც რთულად ემორჩილება მკურნალობას. და 2023 წელს, როდესაც ანგარიში გაკეთდა მდგომარეობის შესახებ, პირდაპირ მომართვა იყო და თხოვნა, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ ნორმალური ცხოვრების უფლება, იმიტომ რომ ისინი ძალიან დიდი სტრესის ქვეშ ცხოვრობენ, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი სამომავლობა ყავდეს და შვილი ყავდეს, ეს ყველაზე მთავარია, რომელიც უზარმაზარ პრობლემას ქმნის. ამიტომ თემა მაინტერესებს, მე თვითონაც ბევრი მაქვს სამეცნიერო ნაშრომები ამ მამაკაცის უშვილობასთან დაკავშირებით და როგორ გავიგე ახლა ლუგევას შესახებ და როგორ ჩავერთე ამ თემაზე. შრომის უნარიანობას გავიგე რომ არ შეგაწყინოთ ძალიან. ქალბატონი მაია მე არაფერი არ ვიცი, ეს არ იყო არც ექსპერიმენტი, არც დაკვირვება სპეციალური, არც გაფრთხილება. ქალბატონი მაია მოდის და მოაქვს პაციენტის პასუხები, რომლებსაც თურმე ჩემთან გავუკეთებია ანალიზი. ანუ მე არ ვიცი ამას რა პრეპარატი აქვს მიღებული, რა მკურნალობა აქვს ჩატარებული, არ ვიცი რასელოდება, ხო, არ ვიცი რასელოდება ექიმი, არაფერი არ ვიცი. საერთოდ ყოველთვის ჩემი ჩართულობა მთავრდება იქ, სადაც ლაბორატორია მთავრდება. როცა რაღაცას რეკომენდაციასაც მეკითხებიან პაციენტები, ყოველთვის ვეუბნები, ეს არის უროლოგის, ეს არის გინეკოლოგის პრეროგატივა, მე მხოლოდ შემიძლია გავაკეთო დასკვნა თქვენი მდგომარეობის შესახებ. ამიტომ არასოდეს არ ვერევი და არ ვინტერესდები რა იყო და როგორ იყო, იმიტომ რომ ყოველთვის პაციენტები მოდიან საიმედოდ არიან ჩაბარებული, ასე ვთქვათ, თავის ექიმებს. და ამოვიღეთ და ყველა პაციენტიც არ მახსოვს, რა თქმა უნდა, ამიტომ ამოვალაგეთ პასუხები და ძალიან საინტერესო სურათი ვნახეთ, რაც მაიამ მოახსენა. 2 პაციენტი გავიარეთ, 2 პაციენტი, სადაც ერთთან იყო ასტენოზოოსპერმია, რაც ნიშნავს, რომ პროგრესულად მოძრავი სპერმატოზოიდები იყო მკვეთრად დაქვეითებული და გვაქვს ანალიზატორზე ასეთი მაჩვენებელი ფუნქციურად აქტიური სპერმა, რომელიც ითვლის პროგრესულად მოძრავ სპერმატოზოიდებს, რომელთაც მხოლოდ ნორმალური მორფოლოგია აქვს. და ეს მაჩვენებელი ყოველთვის დაბალია ხოლმე. აი შეიძლება 60 მილიონი კონდეს კაცს სპერმა, სრული მოძრაობა იყოს წესრიგში, მაგრამ მას ფუნქციურად აქტიური კონდეს დაბალი. ანუ მორფოლოგიურად კარგი და კარგად მოძრავი არ ეთანხმებოდეს ერთმანეთს და ამიტომ ესეთი სპერმატოზოიდი ვერ მიდის კვერცხუჯრედთან და ვერ ანაყოფილებს. ინფექციონი მაგრამ სამი რაღაცა ასეთი ამ 2 პაციენტთან ერთთან იყო გამოსწორებული პროგრესულად მოძრავი და ფუნქციურად აქტიური სპერმატოზოიდების რაოდენობა, მეორე პაციენტთან მომატებული იყო საერთოდ სპერმატოზოიდების რაოდენობა. შუალედი იყო 1 თვე. რა თქმა უნდა, ხა შედეგი ძალიან გამეხარდა,
რა კარგი შედეგი გაქვს მაია რა მკურნალობა დაიწყეთ თავარია შეინარჩუნდეს იმიტომ რომ ზოგჯერ არის რაღაც ჰორმონს ჩართავენ უცბად არის ეფექტი მე ეფექტი არ არის მაიამ თქვა რომ არა მარტო ლუგელას თავდითო და სიმართლე გითხრათ არც ძველი ისტორია ვიცოდი ლუგელასი არც ახალი ისტორია და ცოტა სიფრთხილით და კრიტიკულად მოვეკიდი ამ ამბავს ვუთხარი რომ არ გამოვიდეს ეს პრეპარატი ისეთი რომელიც ყველაფერს უხდება და უცბად მე არ ჩავარდეთ პირიქით არ მოგვივიდეს და დავიწყეთ ფიქრი რა შეიძლება იყოს მიზეზი ლუგელა ვერ შეცვლის დაუშვათ იმ სპერმატოგენეზის პროცესს, რომელიც ზუსტად 3 თვე უნდა მიმდინარეობდეს დაცესლში, რომ ახალი წამოვიდეს, ანუ მატება ხომ არ მოხდა რეზერვ, მე თვითონ გამიშნა ძალიან ბევრი კითხვები. და როცა მაიამ თქვა, რომ მე ამაზე მოხსენებას ვაკეთებ, მაშინ პირველი რა აზრის გამიშლა ეს არის, რომ შენ და მოახსენო როგორც შემთხვევა, იმიტომ რომ აქ ბევრი კითხვები ჩდება, ბევრი საინტერესო თემები მოდის. ამიტომ თუ საკონტროლო ჯგუფი არ არის, თუ შედარების საშუალება არ არის, თუ მექანიზმს ვერ ავხსნე, მე როგორც ლაბორატორია მექანიზმი უნდა ავხსნა, ეს რა როგორ მოხდა, კარგი ვამბობთ, რომ აუმჯობესებს გარემოს, როგორ აუმჯობესებს, რას ცვლის, pH ცვლის, ოქსიდაციურ სტრესს წევს, დაბლა დნმ ფრაგმენტაციას აძლიერებს თუ რა რეოლოგიას ცვლის, ხო, უნდა ვიცოდეთ მიზეზები, მე როგორც ექიმ ლაბორატორად ეს კუთხე მაინტერესებს. ამიტომ ეს უნდა იყოს ჩვენთვის როგორც საოცარი შემთხვევა, რომელიც უნდა დაგროვდეს, რომელსაც უნდა მიეცეს მიმართულება და იმ მიმართულებით ეს პრეპარატი რასაც ეფექტს უყურებს, იმიტომ რომ ისეთი ექიმებთან მაქვს ურთიერთობა, რომლებიც ძალიან სანდო არიან ამ სფეროში, ალიკოსთანაც მე მგონი არ ვიცი რამდენი წელიწადი აქვს თანამშრომლობ მაიასთან და ბევრ სხვა უროლოგებთანაც ეფექტი ნამდვილად არის ანთების მიმართულებით, არის სპერმის მოძრაობის მიმართულებით, არის ფუნქციურად აქტიური სპერმის მომატების მიხედვით, მაგრამ პლუს დაგროვდა ბევრი საკითხები, რომელიც თუ გაიშლება, არ ვიცი რამდენი დისერტაცია და რამდენი სამეცნიერო ნაშრომი იქნება. ეს ამას ადონა დავუწოთ ექიმთა დახურვების ინსტიტუტი დაგვიკეთეს აი მეცხრე საავადმყოფო და მე თვითონაც იცი უკვე ვზივარ და ვეძებ ლიტერატურაში, სულ ვეძებ ლიტერატურაში, რომ აბა თუ ვამბობთ, რომ კალციუმი მოქმედებს, იონიზირებული კალციუმი ეს უჯრედში და მოხმარების არის, მაშინ დალევა შეგიძლია და ისე ამოქმედო. აი მინდა რომ მივაგრო ისეთ მექანიზმებს, რომელიც ხელმოსაკიდი იქნება და მიცემ ძალიან სერიოზულ და უფრო მტკიცებით და დიდ მიმართულებას. ამიტომ ახლა მე მაინც ფრთხილად უყურებ და ვაგროვებ ინფორმაციას. ბოდიში სპერმაზე მართლა სასწაულია. იმიტომ რომ ახლა ლანტონოიდების მოძრაობა ხმედება და ეს გასაგებია ჰორმონები, მაგრამ ინტეგრალის უკმარისობა და ონკოლოგია ბევრ რაღაცაზე გამოვა. სპერმაზე მარტო რატო იწევს გამოსწორებას? დასკვნები უნდა აკეთოთ, დასკვნები უნდა აკეთოთ კლინიცისტებმა, იმიტომ თქვენ იცით პარალელურად რა დანიშნეთ, პარალელურად მიდიოდა თუ მარტო მიდიოდა, რა კომბინაცია არის, რა არის, მე როგორც ლაბორატორიას გამიჩნდა უზარმაზარი ინტერესი აი მექანიზმებში შესვლის, ახსნის და დაკვირვების ამ პაციენტებზე. ბოდიში თუ გამგრძელდა